ცხადია პირველ რეპლიკას რო გამოვეხმაურო ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე რომ თუ რეჟიმი ადრე ტოვებდა გარკვეულ სივრცეს და იღებდა ისეთ საკანონმდებლო ჩარჩოებს და იღებდა ისეთ კანონებს რომლებიც საუბრობდნენ რომ აი მაინც ჰიბრიდულ რეჟიმში ვართ ბოლო დროს გაადგმული ნაბიჯები საბოლოო ჯამში მიუთითებს იმაზე რომ ხო რეალურად აქ ჩვენ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მივექანებით რაზეც ხშირად ვამბობდით რომ აქ მაგალითისთვის ბელორუსი არასდროს არ იქნება აქ მაგალითისთვის არასდროს არ იქნება კადიროვის ჩეჩნეთი და ასე შემდეგ ხო ანუ ფაქტობრივად არა მარტო პოლიტიკურ პარტიებს კრძალავენ არამედ ზოგადად პოლიტიკაში მონაწილეობას კრძალავენ და ეს პოლიტიკაში მონაწილეობა არ მინდა აღქმული იყოს ვინმესთვის განსაკუთრებით საზოგადოების იმ კრიტიკული მასისთვის და აქტიური ნაწილისთვის რომლებიც შეიძლება ახლა არ არიან პარტიების წევრები მაგრამ წარმოადგენენ უბრალოდ ეს ვთქვათ უბრალოდ კარგ მოქალაქეს რომლებიც ყოველდღე რუსთაველის გამზირს ჩვენთან ერთად კეტავენ და ჩვენ მათთან ერთად ხო ანუ ამ ადამიანებს რეალურად შეიძლება ამ საკანონმდებლო ჩარჩოთი არა მაგრამ სხვა რეგულაციებით საბოლოო ჯამში პოლიტიკაში მონაწილეობა ეკრძალებათ და პოლიტიკაში მონაწილეობა ზოგადად პრობლემებზე საუბარი ეს არის რეალურად პოლიტიკა თუ ჩვენ გვინდა ვისაუბროთ რა არის ადამიანისთვის ეს არის ადამიანი დაკარგავს პრობლემაზე თავისუფლად საუბრის საშუალებას საბოლოო ჯამში ისეთი კანონები იქნება მიღებული რომლებიც თავიდან ბოლომდე დააბეტონებს ამ სივრცეს ამოაშენებს რაღაც ბეტონის კედლებს და საბოლოო ჯამში ჩვენ მოგვიწევს რაღაცებზე უარის თქმა და ეს რაღაცებზე უარის თქმა არ იქნება ცხადია ჩვენი ნებით განპირობებული და მე მინდა ყველას შევახსენო რომ მსგავს საკანონმდებლო ინიციატივებს კიდევ უფრო რბილს მათ შორის მაგალითად იანუკოვიჩიც იღებდა მაგრამ იანუკოვიჩი მალევე დამარცხდა და ამას ხას უსვამ იმიტომ რომ სულ რაღაც რამდენიმე კვირაში მოუწია ქვეყნიდან გაქცევა ამას ხას უსვამ იმიტომ რომ კი ფრუსტრაცია იქაც ბევრი იყო არათუ ფრუსტრაცია არამედ რა ვიცი ადამიანები ძალიან ხშირად მცირდებოდა იქ მაშინ პროტესტის ეპიცენტრში ადამიანთა რაოდენობა მაგრამ ყველა მიცოდა რომ მათ ქონათ ერთი სამშობლო მათ აქვთ ერთი ქვეყანა და ამ ქვეყნისთვის უნდა ებრძოლათ საბოლოო ჯამში ეს ყველა კანონი გაუქმებადია ისევე იმასთან ერთად როგორც კი ჩვენ რეჟიმს მოვიშორებთ და არათუ შევცვლით აქ მოშორებაზეა უკვე საუბარი იმიტომ ჩვენ არა ცვლილებაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ ვილაპარაკოთ ახლის შენებაზე და ამ ახლის შენებაზე რადგან დღევანდელზე გადავდივართ უკვე საუბრის პროცესში ამ ვითარებაში ჩვენ თვლით რომ კონკრეტული ხედვა და გეგმა რაც შეიძლება მაგალითისთვის კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და აქტორებმა საზოგადოება შესთავაზონ და ეს არის ჩვენი მოვალეობა კი ცხადია კარგია თანამშრომლობა კარგია კოორდინაცია თუ გინდათ ერთობა დავარქვათ და ერთიანობა ამ ყველაფერს და ჩვენ ამისგან არასდროს არ გავმიჯნულად პირველი ამის პრეცედენტი იყო მაგალითისთვის ქარტია სადაც კონკრეტულ საკითხებზე შედგა შეთანხმება და თქვენ გახსოვთ რომ ერთ-ერთი პირველები ვიყავით ერთ-ერთი პირველები ვინც უპირობოდ დაეთანხმა ამ ყველაფერს იმიტომ რომ ეს იყო ერთგვარი რუკა როგორ უნდა მივსულიყავით კონკრეტულ შედეგამდე თუმცა ახლა ჩვენ მგონია რომ იმისთვის რაც აი თქვენ მაგალითთვის ერთი ნაწილი ახსენეთ და მხოლოდ ერთი მდგენელი იმ ავტორიტარიზმის ფაზისა სადაც მივდივართ და ეს არის აი ამ კანონის მიღება პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ ამას კიდევ ბევრი დამატებითი მდგენელი აქვს იგივე სხვა ტიპის რეპრესიები თუნდაც აი ეს ეგრეთ წოდებული კომისია რომელიც მიმდინარეობს და საბოლოო ჯამში საქართველოს გასამართლებას ემსახურება ამისთვის საჭიროა გაიზარდოს პოლიტიკური წნეხი საზოგადოებრივ წნეხთან ერთად მნიშვნელოვანია პროტესტში არსებობდეს კიდევ კომპონენტები და აქედან ერთ-ერთი კომპონენტი არის პოლიტიკური ბერკეტების არსებობა ეს არის ზეწოლის მექანიზმები და ზეწოლის ბერკეტები და ჩვენი ხედვა ამ ნაწილში არის უარი და ბოიკოტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი არა იმიტომ რომ მაგალითისთვის ეს არის ვინმეს ახირება და მხოლოდ ამაში შეიძლება ვხედავდეთ გამოსავალს არამედ იმიტომ რომ ეს არის კონკრეტული შემდგომი საფეხური იმ წინა გამოცდილებიდან და იმ წინა ქმედებებიდან რომლებიც ჰქონდა ხო ეს იყო უარი პარლამენტში შესვლაზე შემდეგ მანდატების დათმობა შემდეგ ჩვენი მხრიდან დაფინანსებაზე პროაქტიულად უარის თქმა და ეს ბერკეტი საბოლოო ჯამში მე მინდა რომ ნათელი იყოს უბრალოდ ყველასთვის ეს ბერკეტი არ უნდა იყოს განხილული როგორც კონკრეტული პარტიების არ მონაწილეობა არჩევნებში ეს ბერკეტი არის მხოლოდ 4 პარტიაზე თუ შევჯერდებით რადგან მონაწილეობა ამ არჩევნებში ესე დავაგდა და ბარიერი გადაილახა პატივისცემით სხვებთან ვინც ახლაც შემოვიდნენ ამ პროცესში და უბრალოდ არ იღებდნენ მონაწილეობას ამ არჩევნებში მათივე ცესკოთითაც კი 800.000-მდე საქართველოს მოქალაქემ გამოგვიცხადა ნდობა ჩვენ ამ კონკრეტულ არჩევნებში 800.000 საქართველოს მოქალაქის ინტერესი რო არ იქნება წარმოდგენილი არჩევნებზე იმ არჩევნების ლეგიტიმაცია რომელი სტანდარტით იქნება შეფასებული რო გითხრათ რომ ძალიან ინერვიულებს მაგაზე ბიძინეევანიშვილი უნდა მოგატყუოთ ახლა გეტყვით ერთ რამეც რომ ცნობილი ფაქტია პოლიტიკურ პროცესებში რომ ბოიკოტის ორგანიზება გაცილებით რთულია ვიდრე არჩევნებში საპროტესტო ელექტორატის მობილიზება. ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მე ამ თვითმმართველობის არჩევნებში მithumetes ამ პირობებში მონაწილეობას ვექრობოდა, უბრალოდ ეს უბრალოდ შევახსენოთ უნდა ერთმანეთს, მაგრამ იქამდე მისასვლელი გზა არის.
ესენი ახლა დღეში იღებენ 10 ახალ კანონს, რომლითაც ძალიანაც რომ უნდოდეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ეხლა მოქმედს, ვინც რეალურ ოპოზიციურ პოლიტიკურ ფლანგზეა წარმოდგენილი მონაწილეობა, შეიძლება ვერ გავიდეს. ბიზნეს ეს ჭირია ამ გაგებით, გარკვეული თვალსაზრისით სასარგებლოა აი ამ პრობლემებით დაავადებული პოლიტიკური სპექტრისთვის. რა გაგებით, რომ ის პირიქით ქმნის ისეთ გარემოს, სადაც რაიმე ტიპის პოლიტიკურ კონკურენციაზე საუბარიც კი უკვე არასერიოზული ხდება, ის ამბობს, რომ ამებს მე უბრალოდ ავდგები და გავაუქმებ ამ პარტიებს და ამ ადამიანებს გავაუქმებ პოლიტიკაში. თქვენ ხო საუბრობთ თამაში დასაწყისში, არა? და მონაწილეობას მივაღებინებ ისეთებს, რომლებიც აი გამოკვეთილად ჩემები კი იქნებიან, მაგრამ როგორც ახლა იქ ისე რა ქვია, რაღაც კომისია რო შექმნეს და ოპოზიციის არობა, ხო, ну, კაი, დავანებოთ ეს სასაცილოს აღარ არის უკვე, ხო? ამ ყველაფრის გათვალისწინებით კარგია რომ აი თქვენ თქვით და ჩვენ საუბრის მეორე ნაწილი ამაზე ვისაუბროთ ჯობს. ნიკა გვარამია პოლიტიკური პარტიების ლიდერები, წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ სალომე ზურაბიშვილთან კონსტრუქციული თანამშრომლობით მთლიან ბოლო პერიოდის განმავლობაშიც. რამე კომუნიკაციის პრობლემები გაჩნდა, თუ ხედვებში არის განსხვავება, თუ არსებული სიტუაციის შეფასებაში, სიმწვავში და ასე შემდეგ, თუ აი სად არის ეს პრობლემები, რომ ის კრიტიკული ტონი ახლა რომელსაც მე თქვენგანაც ვხედავ და მისმის და აშკარად პარტიის პოზიცია არის და კოალიციის უფრო თუ მოკავშირეებს ვერ ხედავ სხვა პარტიებში და სალომე ზურაბიშვილს უნდა, მაგრამ კონსენსუსის მიღწევა არის. ხო, პირველი დავიწყოთ იმით, რომ თქვენს პირველ ნაწილს ნაწილობრივ ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გამოცდილება. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ივანიშვილს მაგალითისთვის მარტო დარჩენა სურს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული მაგალითები მარტო რა ეხლაც მარტო ზის იმ პარლამენტში დისკომფორტი რა მხრივ ექმნება რომ მე ვეღარ გააგრძელოს დისკომფორტი რომ არსებობს გამოხატულებას პოვებს როგორ ყველა კარზე აკაკუნებდნენ მაგალითად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხო როდესაც ჩვენ კონკრეტულად ვიცით მაგალითად ეხვეწებოდნენ რომ ის შესწორებები არ გასულიყო ეს ყველაფერი მათ საბოლოო ჯამში ჭირდებათ იმისთვის რომ ერთგვარი რაღაც ლეგვის ფოთლა დაიკრან ის რომ თითქოს ისინი არიან მედასავლეთები შეიძლება ახლა ამ ვითარებაში ქვეყნის შიგნით ამას არ ცდილობენ, მაგრამ უახლესი კვლევაც კი რომელიც იყო და შესწავლილი იყო ქართული ოცნების ამომრჩელის ქცევა, იქაც საუბარი იყო რომ მათ შორის იქაც ჩვენ და გასაკვირად შემორჩენილები არიან ადამიანები, რომლებიც არ თვლიან რომ შეიძლება ეს ქვეყანა ბოლომდე მიდიოდეს ეს თქვა ჩრდილოეთისკენ და რუსეთისკენ. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, ხო, ამ შემთხვევაში სრული გულწრფელობით უნდა ითქვას ის რომ საბოლოო ჯამში არ დაემთხვა კონკრეტული პარტიების ხედვები და მიდგომები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავდით ჩვენ მომავალს და ამას საუბრობ რაღაც ისე რომ თითქოს ვიღაცასთან კონფრონტაციაში შესვლა სურს და ასე შემდეგ არა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს და მე თქვენს წინა სტუმართან როგორც დაასრულეთ საუბარი, მე მაგ ფორმატის მომხრე ვარ, რომ მაშინ ყველაფერი უნდა გამოვიდეს დღის შუქზე და ეს კამათი და პოლემიკა, რომელიც მე მგონია რომ საბოლოო ჯამში ვინაიდან სხვანაირად არ გამოვიდა და იმ ფორმატში ვერ შედგა ის შეთანხმება რა მოლოდინებიც სამწუხაროდ საზოგადოების ნაწილს ჰქონდა გაჩენილი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, უნდა გამოვიდეს დღის შუქზე და მათ შორის აქტიურმა მოქალაქეებმა მიიღონ ამაში მონაწილეობა. ვინ როგორ უყურებს მომავალს, ვინ როგორ შეიძლება განსაზღვროს თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას და აქტიურ ჯგუფებში გულისხმობ ადამიანებს, რომლებიც ისედაც ჩართულები იყვნენ ამ პროცესში და იმ ფორმატში, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან იმართებოდა. ხო, რაღაც ხედვები არ დაემთხვა, ეს რაღაც ხედვები იყო პირველ რიგში ის, რომ ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით ქონდა კონკრეტული პოზიცია და ეს კონკრეტული პოზიცია გამოხატული იყო მათ შორის არაერთხელ საჯაროდ და ეს კიდევ ერთხელ ვთქვი, არ არის ახირება, ამით უბრალოდ თავარი რაც უნდა გვახსოვდეს, ჩვენ გვაქვს ძალიან მწარე გამოცდილება თუ გავიხსენებთ შარლ მიშელის ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას. მაშინ ცხადია ვითარება სხვანაირი იყო, კიდევ უფრო მეტად უსმენდა ოცნება დასავლეთს და საზოგადოებრივი აზრიც ასე არ იყო ჩამოყალიბებული, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რაღაც ეტაპზე ჩვენი ბრძოლა საბოლოო ჯამში გამოიღებს იმ შედეგს, რომ რეჟიმს მოუწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. ამ მოლაპარაკების მაგიდასთან საზოგადოებამ მნიშვნელოვანია იცოდეს, რა შეთანხმებით მიდის პროდასავლური ოპოზიციური ჯგუფი და ეს შეთანხმება იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ შემდეგ იქ არ მოხდეს რაღაცებზე გადათქმა და კონკრეტული ხედვა იყოს ცნობილი ყველასთვის. აქ გულისხმობ იმას, რომ აი საჯარო სივრცეში გადმოტანა ამ ყველაფრის საბოლოო ჯამში ფარდას ახდის იმას, თუ ვინ რისთვის არის მზდად არის ერთი და მეორე ვინ რა პოზიციებზე იყო ამ პროცესში, თუ რა პოზიციებზე იქნება მომავალში და როგორ მივდივართ აქამდე.